ალო ქავტონონა ხო მე ვარ ქავტონონა რა კარგი დღეა რა ხო როგორი მშვენიერი დღეა რატო გეუბნებით და გახსოვთ მე რო გითხარით რომ მოვა ერთი მშვენიერი დღე როდესაც მე ვერ მოვასწრებ სამსახურში მოსვლას დამაგვიანდება და თათბირი თქვენ უნდა წაიყვანოთ ხო როგორ არ გენდობით თქვენ თუ არ გენდობით აბა ვის ვენდობი ქავტონონა რა თქმა უნდა ქავტონონა ბიჭო რა გაეხარდა გავარდა გიჟივით რა ილამშვიდობისა ირაკლი ვა ვინ იყო შელაპარაკებოდი აი ეს იყო ესა ქმარსახოცი რა კარგ ხასიათზეა თვითმარქვია იუზა როგორ ხარ როგორ გეძინა კარგად როგორ ხარ გოგის გვინის მერე კარგად ირაკლი კარგად მაგრამ რა ვიფიქრე იცი ხო ერთი 100 გრამი გუზანას არ აღიხვარ ჰა 200 შეიძლება ოღონდ ჩაი რა ჩაია ჩაი რა ჩაი კაცო რა ჩაი და დღეს უნდა ვიყო ჩვენ ხიზლად ლაშა მომისმინე ნახე მარიკა პარლამენტშია მე სამსახურში აღარ მაგვიანდება დავრეგე შემიძლია გვიან მივიდე და მე და შენ ხიზელ გონებაზე უნდა დავსახოთ შენი და ქეთევანის შერიგების გეგმა ხო გინდა ქეთევანთან შერიგება კი ხო კი მაგრამ ახლა ეს გუზანას არაყი რასურშის მაგას ვერ ხვდები მართლა გუში რო დამადექი ის არყით ხელში საიდან ამდენი არაყი გუზანასე გეტყვი ირაკლი სანამ იუზა კარგად იყო ხო გუზანას ვაგზავნინებდი ხოლმე რა რო ურეკავდი იუზას მიდა მე რო შევატყეს იუზა რო რაღაცა ვერ იყო კარგად ბოლოს გამოვაგზავნე ერთი 20-იანი 20 ლიტრიანი დაურეკე გუზანას და უთხარი აი იუზა გუზანა გამოგდანე 20-იანი ლაშიკო შეც კაი მასხარა ხარ რა როგორ ისწავლე ეს იუზას პაროდია როგორ დაიმახსოვრე რანაირად აი არ ვიცი თავისით ირაკლი თავისით როგორ ასე იჯექი შენთვის შვიდად და უცებ ასე მოვიდა და იუზა გამოაგზავნე ასე თავისით ხო რა კარგად აკეთებ შეც ხო გეტყვი ახლა რა ქეთევანი რაც წავიდა ამერიკაში იმის მერე ვზივარ ირაკლი და უყურებ ამ ჩვენი ქორწილის კასეტას. ხო და იქ კიდე იუზას გარდა არც არავინ არ ჩანს და ხმაც არავისი არ ისმის. ხო და ეს შემომესწავლა რა. შემომესწავლა ჩემ დაუნებურად. ეგ რა არის ირაკლი. შეუნდა ნახო იუზას როგორ ვცეკვავნე. ირაკლი, სხვათა შორის ცეკვავ იუზას პარტიასაც და თამარის პარტიასაც ესე. აი გეგმაც. ხო გითხარი ფხიზლად უნდა ვიყოთ მეთქი ლაშა. ფხიზლად ვიყოთ. აი მოვიდა ფხიზელ გონებაზე გეგმა. რა და შენ უნდა დაურეკო ქეთევანს იუზას ხმით და უნდა უთხრა რომ ქეთევან თუ გინდა რომ პატივი მცე და მასი ამოვნო ლაშიკოს უნდა შეურიგდე. აი შეურიგდი ლაშიკოს. აჰა. აი ხო ხედავ რომ ფხიზელ გონებაზე ვერ აზროვნებ ირაკლის. რა რატო პირველი ეგ გავაკეთე მე? რამე რო დაურეკე და რო უთხრა ლაშიკო შეურიგდი მეთქი. რა თქმა უნდა იუზას ხმით. აჰა. ისე გამწარდა ერთი კვირა მართალი იუზასაც აღარ ელაპარაკებოდა. აი კაცო. ნუ მაშინ თამარი. მე თამარი. შენი ცოლის და თამარი გლონტი. რა ჩემი ცოლის და თამარი გლონტი? რა და ქეთევანთან შერიგების გზა გადის თამარზე. ჯერ უნდა შეურიგდე თამარს, ხო? და მერე თამარი შეგარიგებს ქეთევანთან. აი, გეუბნები ფხიზლად უნდა ვიყოთ მეთქი, არ მიჯერებ შუიან კაცს. აი, მე კიდე გეუბნები რომ ფხიზელ გონებაზე ვერ აზროვნებ საერთოდ ირაკლი. რატო? რატო? თამარ შეურიგდე კი არა, ისე მეშინია. ეხლა შენ ვერ ატყობდი, მაგრამ შიგადაშიგ თვალს ვაპარებდი მე კარებს. ხო. მეშინი აქ არ დამადგეს, ირაკლი, რა უნდა შეურიგდე ხა? მოიცა ერთი წუთი რა. თამარი შეიძლება აქ მოვიდეს ლაშა. შეიძლება მოვიდეს. მაგრამ ასე უეცრად ვერ დაგვადგება თავზე მოულოდნელად. იმიტომ რომ ისე დადის ის ქალაქში თავის ჯიპით. ამ корпуს რომ მოუახლოვდება 2 კილომეტრზე. ეზოში ძაღლები იწყებენ ყმული. მე თევზი ვისაწყავს, თევზი აკვარიუმში, ხო ფართხალებენ. ვარდებიან და ატყდება მე სადარბაზოში ალია-ქოთი და მიდის ქაოსი და იასტარ გავიგებ თამარის მოსვლას. საბარას გეუბნები. თუ ალია-ქოთი ირაკლი. ხო.
ერთი გუზანა 100 გრამი ჩავარტყათ და ალია გოდი. შენ გინდა ქეთევანთან შერიგება? ჩაი ხო ანუ? ჩაი ხო, ჩაი, მითხარი, რითი გინდა ეს ჩაი, შაქრით, თაფლით, მურაბით, უშაქროთ? კონიაკით ირაკლი. რა კონიაკი? რა კონიაკი? მე ვცადე და თუ გამოვიდო და ხო გამოვიდო და თუ არა და არ მინდა თქვენ. ზევით მაღლა და მაღლა ქალბატონი ნონა მართალია რომ დღეს ირაკლი ბიძე არ იქნება და ქალბატონი ნონა იქნება კლინიკის დირექტორიო? წავიდა. დიახ და დითათვირსაც მე ვატარებ. ძლივს ქალბატონი ნონა რა, კლინიკას მართავს მართლაც ღირსეული საქმის პროფესიონალი ადამიანი. და ხელფასების მომატებაზე მინდოდა მეკითხა ქალბატონი ნონა. არა, აი მარტო მე და თქვენ რომ მოგვემატოს? გოგი. მარტო თქვენ რომ მოგემატოთ? შენ ეთქობა საქმე არა გაქვს. მე ხლა სანამ თათბირს ჩავატარებ, ჩადი ქვევით მიმღებში და მიეხმარე. მიმღებში მე რა შუაშია, არაფერი არ ვიცი ქალბატონო. არაფერი ცოდნა არ უნდა მიხმარებას. პაციენტს ნებს გავუკეთებ და წვეთობას დაუდგავ. გამოუშვით რა! სანამ მივეხმარები, ჩემთან ჩავიბენ მორგში. ჩემ პაციენტებზე წავივარჯიშებ და მე მივალ მიმღებში. ისე ქალბატონო, თქვენ ზევით მიდიხართ თუ ქვევით? ქვევით. ნუ არა უშავ, სულ ზევით ზე. მაღლა და მაღლა. არა ეს არ ვარგა. ირაკლი, მოიფიქრე რამე? ლაშა, შენ თოგზე სიარული იცი? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა, რა თოგზე სიარული, ჰა? აი ისა პირიდან ცეცხლის გამოშვება. ირაკლი, გეხვეწები მოიფიქრე რამე ეხლა? მაცდი რომ მოვიფიქრო, დამსდევ კუჩი მიყურებ და მაბნევ რა. მიდი გაღარები და მოიფიქრე თან რა. აჰა, თამარია. აი ხო გეუბნებოდი რა. ხო გეუბნებოდი, შენ კიდე ძაღლებიო და აკვარიუმში თევზებიო და რა ქვია ყველა გავაკეთე და დავიბალო რა. დამალე სადამალე რა. კარგი, ერთი წუთი, მოგივიდა რა ისტორიკაში ჩახარდა. რა ისტორიკაში ხარ? დავშვიდი, ხა კარგია რომ მოვიდა, რაში ხო? კარგია რომ მოვიდა. ხა გავაგებ კარს შემოვა, მიესალმები, დასხდებით, აი აქ 7 წყნარად. დაელაპარაკები, აუზის შეურიგდები, შერიგდები 7 წყნარად და მე თამარი შეგარიგებთ ქეთევანთან, რა მოგივიდა. გჯერა ეხლა შენ მაგი. რა მჯერა, წადი დაიმალე. რა არის ეს? რანაირი ზარი გაქვს? თავი ამეხადა. სად დავჯდე? რა ვიცი თამარჩიკ აქ ადგილს თუ ვერ პოულობ, შემოვიტან სკამს აივნიდან. რა თქმა სკამი, აქ ვერ დავჯდები? აი მე ირაკლი უნდა მიშველო. აი, რა მოხდა თამარჩიკ? ძალიან ნერვიულობ ირაკლი. ეს რა დამემართა. აი, ბაბა. გუშინ საღამოს ველაპარაკებოდი. აშკარებულია ვიცი. ველაპარაკებოდი ჩემს დას კეთინოს კეითღლონს და აი ესე წამომცდა იუზას გარდაცვალების ამბავი. ვაიმე ჩემი შვილები. ვაიმე ბავშვებო რა დღეში ხართ ეხლა იქ რანაირად წამოგცდა იუზას ამბავი გოგო გამაგე. იცი ესე ვისხედით ვლაპარაკობდით იქაური აქაური რა ვიცი ყველაფერი მოუყევით. მერე ბოლოს შევყევით ამინდზე. როგორი ამინდებიაო მე კიდე არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. იუზას 40-ის მერე სულ წვიმებია მეთქი. რანაირად რა უნდა ვქნათ მე? აი მე არ ვიცი რაკლი გავთიშე ტელეფონი. აღარ დაურეკავს მეც აღარ დამირეკავს. დილით რომ ჩავრთე. აი ხო ხედავ ნერვიულობ 150 გამოტოვებული ზარი. არ მითხრა იმდენი და ისეთი შინაარსის. ვაიმე. მე რა უნდა ვქნათ თამარჩიკ? არ ვიცი. დავრეკე სამტრედიაში, ხო და გუზანას გავათიშნი ანძები. დარეკოს. მერე? გავათიშინე ანძები. მე არ დაიჭირეს? რა კითხვა, რა თქმა უნდა დაიჭირეს. დაიჭირეს. თავი მოიგიჟიანა და გამოუშვეს. ვერა
ხარ თქვენ, ვერა ხარ. ირაკლი უნდა მიშველო. მე რა გიშველო, რანაირად გიშველო? მოდი, შეხედე. ჩემდა მე როგორ შეხედე ირაკლი. აი ამ SMS-ებს ვერ გავუძლებ, შეხედე. სად არის? აი. ვერ ისწავლე რა. არა, მოიცადე. ეს ვინ არის? აი. ხო. აი. ეს რა არის? უიმე თამარ. აი. ესე იგი. მოიცადე მოვაწყო. რას მიმალავ დაო? რატომ არ მაგდებ ჩირად? What's go on? დაო თამარა, რა ხდება გამაგებინე? I'm going crazy. ეს პატარა გოგო. იუზას რამე ხوار დაემართა დილით ბრუკლინში გავიქეცი ძალიან კარგ ინდიელ მკითხავთან და იმან მითხრა ხედავ იუზას რაღაც გაჭირვებიაო. აი მე რა გავაკეთო ირაკლი? იმ ინდიელმა ამ სიშორიდან როგორ დაინახა და გაიგო, ჰა? ბრუკლინში? ხო. იუზა რო დაასაფლავეთ თქვენ სამტრედიაში იმას რა ქვია? აი მუჰამედი. ბორცვი. ეთყობა რა არის, იცი, თამარჩი? ეს ბორცვები სამტრედიაში მაღალია და ჩანს ბრუკლინიდან. კაი, აი მოგის დროა ირაკლი. აი რა გავაკეთო მითხარი? აი მიშვე. ბაიმე ქეთევანია. არ უპასუხო. გადაირება. ნუ გადაირიოს, ნერაცო შენ გადარევოს, იმის გადარევა მირჩევნია. ირაკლი რა გავაკეთო მე? არაფერი არ უპასუხო. მოდი შე რა უპასუხო. რაიმე გადაცვალე. ბაიმე ირაკლი. მოდი. რა დაერთულა უპასუხო, ხო ქეთევან. ხო თამარი დასალევად წავი. ყავის ბარში. რა? როსისული. ეს სიმართლე რო იყოს ახლა მე ასე წყნარად ვიქნებოდი და ან თამარი ახლა ასე წყნარად იქნებოდა ბარში ქვე მოტყავის და დროს ხო რა წამოწდა იუზას 40 არა ქეთევან იუზას 40 კი არა იუზას ხორხოციო ხორხოციო ხო იყო მოსული ხო ჩემთან ჩვენი ბინის სანახავად ხო ახალი ბინის სანახავად და იხორხოცა აქ იმდენი იხორხოცა მე უთხარი ბატონო იუზა რამდენს ხორხოცებ მეთქი კაცო რამე არ დაგემართოს თორე მე სამტრედიაში ბორცვი რო აქვს ხო არა ქეთევან ყველაფერი კი რა თქმა უნდა აპარა კი კარგი ვაიმე დაიჯერა ხო დაიჯერა რა არის ირაკლი რამდენი ლაპარაკე დაჯდა სად დატენო ეხლა მამარჩი კე გიმხელა ტელეფონია სად დატენი მაგას ვერსად ვერ დატენი სამი ფაზა უნდა ხო დაიჯერა ძნელი იყო მერე არ იყო ძნელი დაიჯერა მაგრამ ასე თქვა იქნებო იუზამ დამირეკოს საღამოს საქმე მაქვს დავიხუპე მატლია ირაკლი რა ვქნა დავიხუპე საიდან დავარეკინო ეხლა იმ კაცს საიდან და აქედან თამარ კი არ დაიღუპე თამარჩიკ შენ გადარჩი რატო თოგზე სიარული იცი აბა ცეცხლს ისედაც უშვებ პირიდან სპერგზებზე გოგი შენ ხარ? შენი. ალბათონო, მან რასაკეთებ? თქვენ თათბირი არ უნდა იყოთ? მივხვდი აბა შენი. ხო, მივხვდი, ლივჩი ხართ გაჭედილი. ხოჩა. შენ ახლა იცი რა ქენი? ხო. მიდი და ლიფტიორს დაუძახე. მერე ჩადიქვევი და უთხარი არ დაიშალონ. თათბირი უნდა ჩავატარო. ისე ალბათონო, თავი რო ქვევით გქონდეთ, ისედაც ჩაატარებდით თათბირი. კარგი, მივდივარ, მაგრამ რომ მკითხონ მაინც რო ვიცოდე, რომელ სართულზე ხართ, მეორეზე თუ მესამეზე? კარგი, მივდივარ. ისე ძალიან მაგარი დირექტორი ხართ ალბათონო და არ ჩახარ და ისე მართავთ ყველაფერს.
ხალბატონო გცალიათ? არა, თუ არ გცალიათ, წავალ და საღამოს მოვალ. გოგი, ნუ მაიმუნო. ისე ქვევიდან მაგული შემოგითვალა ძალიან მაგარი ფეხსაცმელები აცვია. სად იყიდაო? მოყავს მძღოლს ლიფტიორი. კი, მოყავს მახოს, გზაში არიან. მადლობა ღმერთს. მალე იქნებიან? ხო, აი, რიკოც გამოვსდით უკვე. არი ნერვიულად ხალბატონონა, სანამ მოვლენ, მე ვიზრუნებ თქვენს განწყობაზე. აი? რასაკეთებ? გადი იქით. ამ სულას დავდე Facebook-ზე. სულზე ვიძებ. დაგთაგოთ ხალბატონონა. მაგლა. ნაცის მერგზე. რა ხდება გოგი? აი, ჩვენი ახალი დირექტორი. ხო, ბოლოდ იცოდე, რა ძევით არის ორი იმდენი ქვევით. არა, მაინც როგორ გაბედა ახლა ამ ვაჟბატონმა იუზას ხმით ლაპარაკი, არა, მაშინვე უნდა მიმხვდარიყავი ქეთევანმა, რომ დამირეკა და მითხრა, იუზა ვნახე სიზმარშიო. თავი თავისი ქონდა, ტანი ვიღაცა მსუქანი კაცის. წამოყვები რა ირაკლი. წამოყვება ეს. კარგი იყო. ეს ხომ ხავთ ფეხზე ადგეთ მისი ღირსება სანდრო მახარაძე. სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული. ხუმრობის დროა ეხლა. მართალი ხარ სანდრო? მართალი ხარ? აი როცა მართალი ხარ, ხო გისმენ და ვჩუმდები. აჰა, მორჩა. ძვირფასო მეგობრებო. დავიწყებ ხო შეიძლება ბატონო სანდრო? ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თამარს აქვს პრობლემა. და ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქეთევანმა შეიტყო იუზას ამბავი. ამავდროულად ბატონ ლაშას ტორონჯაძეს აქვს პრობლემა, მას უნდა, დიახ, დაბზანდით, მას უნდა ქეთევანთან შერიგება. ახლა რა ხდება? ბატონი ლაშა დაეხმარება ქალბატონ თამარს თავის პრობლემის მოგვარებაში. ხოლო ქალბატონი თამარი შეარიგებს ლაშას ქეთევანთან. და რატომ მოვიწვიე სანდრო მახარაძე? ლოგიკური შეკითხვა, გიპასუხებთ. იმიტომ რომ ამას ყველაფერს იურიდიულად გააფორმებს სანდრო მახარაძე. ირა, ნახე რა მოვიფიქრე? შეხედე, ესე ხო არ ჯობია. აბა? დღევანდელ საღამოს იურიდიულად აფორმებს სანდრო მახარაძე. ეს არის ცირკი. ამ ცირკის ფონზე არაფერსაც არ მოვაწერ ხელს და არსადაც არ დავრეკა. ცირკი არა. ცირკი. ვაიმე. კეთინოა. რა ვქნა? დაველაპარაკები, დავრეკა. კარგი. ხო და ძალიან კარგი, სანდრო, გეხვეწები კლინიკაში ვარ გასაქცევი და უცებ, მიდი დაიწყე. ირა, შეუდგე საქმე? რა თქმა უნდა, მიდი. მაშ ასე. საქართველოს სამეწარმეო კანონის 65 მუხლის B პუნქტით და საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 12 თებერვლის ნორმატიული აქტის კერძო არბიტრაჟის უფლებამოსილების ცვლილების შესახებ ნეკისა შერიგების მოგლეთ ახლა ჩამოვართვით ხელი, თამარ არ დამაგლიჯო ნერვები ხელი ჩამოვართვით ხელი, წესიერად, აი ესე წესიერად ჩამოვართვით ხელი, ძალიან კარგი. გადავიდეთ ვალდებულებების შესრულებაზე. მიდი, ესე იგი, დიახ, ბატონო. მაშ ასე. რა თქმა უნდა. ხარეთა შეთანხმების მიხედვით თამარი დაურეკავს ქეთევანს იუზას ხმით. ой! ლაშა დაურეკავს იუზას ხმით ქეთევანს. კარგი, ისრებს გაუკეთებს. აი, თქვენთანაც ჩაასწორეთ და აი აქ მომიწერე ხელი. მომეც. მადლობა. თ ღლ. თქვენ აქ მომიწერეთ ხელი. დიახ. ლ ტრ. ეს არის ყველაზე მაგარი. აბა? ძლივს არ გამოვიყენე. მიდი დარეკე, მიდი.
ტელეფონი აიღე, აკრიფე 00 თუ პლუსები. პლუსია. პლუსი დიწყება. მიდი დარეკე. დიდი ხანია გააჩერე პლუსი გნა. დარეკე, აბა მიდი დარეკე. მიდი დარეკე. ვაიმე, გამოვუქმოთ ეს ხელშეკრულება, საერთოდ ნუ გავწერ. დარეკე, თამარ, გეხვეწები, თამარ. დამაცადეთ. თამარჩი, გეხვეწები, ჩუხო შევთავ. დარეკო. გენაცვალე. რეკავს. ჰალო, იუდა, ვარი იუდა. კარგად არ ქეთევან, კარგად. ძალიან მომენაწყდე. შენ უგოლახა. ეხლა იქამარ სამტრედიასი, ბორტყდე. მიდი. კარგად არ ქეთევან. როგორც იწვიან ძალიან კარგად. ხო ირაკლისთან ვიყავი და იმდენი ვიხორხოცე სანამ ამინდები არ შეიცვალა. ეხლა ძალიან კარგად ავარ. კარგი დაგირეკავ ქეთევან. აი თამარ, მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. რა ვიცი, ეხლა დავილაპარაკოთ შენი მოვალეობის შესრულებაზე. მოდი. რა. ნახე, რა კარგია რა, ლაშა და თამარი რომ შერიგდნენ. ხო, ომი დამთავრდა. შვიდობის გეშინოდეს. აბა, გალბატონონა, აი? გაგათავისუფლეთ. მადლობა ღმერთს. რა ხდება? რა ხდება და 2014 წელია? სერიოზულად გოგო. სერიოზულად, აი, ჩვენს ფოტოს 14 ლაიქი აქვს უკვე. ლაიქი არა, შენის მითხარი ხო არ დაშულა მქვევით. ეხლა უნდა ჩავიდე და თათბირი ჩავატარო. როგორც ფეხით. სერგო, დაამთავრე ოპერაცია. კარგია. გამარჯობა, ხალხო, მოგესალმებით. აბა რა ხდება, როგორ ჩაიარა თათბირმა? ცოტა დავაგვიანე, აი ახლა ჩავდივარ და უნდა ჩავატარო. არ ინერვიულოთ, მე მოვედი უკვე მცალია, მე თვითონ ჩავატარებ ამ თათბირს, თქვენ თავისუფალი ხართ. გოგი, გეხვეწები რა, კაბინეტში არ შევსულვარ ჩემთან. მაგიდაზე დევს წლიური ბალანსი და მომიტანე. მიდი, ნუ ხარ ზარმაცი, მიდი. რა კარგი იყო, თქვენ რო იყავით დირექტორი ხალბატონონა რა. მოიცა გოგი. მე მაქვს წლიური ბალანსი. სულ ზევი, მაგლა. სადღა მივდივარ რა, გათენდება უკვე რა. დარჩი დაეძინე კლინიკაში რა. ეს მახო კიდე ხო არ მოგაკითხავს დროზე რა. ეძებ, არ არის, ეძებ, ურეკავ, არ პასუხობს. რა დროზე. რატო გაჩერდა ლიფტი? ვაიმე, გავიჭედე რა. ტელეფონი იჭერს. ძალიან კარგი, ერთ წუთი. ბიჭო. ალო. მახო. ხო, ლიფტში გავიჭედე. კლინიკაში ჩვენთან. გეხვეწები ზაურა ნახე ლიფტი 2. ზაურა და ერთად ხარ ჩვენ და ზაურა, ძალიან კარგი. მოდით და გამომიყვანეთ. რა? რიკოც გაცდი და მომიყვანები? ვერა ხარ შენ რა?